გამოაცხადა, რომ ზოგადად საზოგადოება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოების რეაქცია იქნება სხვადასხვაგვარი. მეც შემძრა ამ ფაქტმა ნახე, ბოლომდე ვერ უყურე, პირველი ვნახე, ბოლომდე ვერ დავასრულე იმის თქმა მინდა ყურება, მაგრამ ეს არის სამარცხვინო და ეს არის ლაკა იმ პერიოდის ხელისუფლების და ბინძური ლაკა, რაც გააკეთეს. ამის შემდეგ აი მე ღირებულებებზე საუბარი ზოგადად თვლია, მაგრამ იმ კატეგორიას რომელსაც მეტანაკლებად შეეხო ციხის, თქვა ციხეში ან პოლიტპატიმარია, ან არის არ ვიცი დაზარალებული უფრო მეტად. მე არ ვიყავ ხო ციხეში და ეს არ შემეხო, მაგრამ არც იმათ შეეხო შეიძლება, მაგრამ ეს ხომ სმენიათ და დაინახეს თურმე რა ყოფილა. მის ნათესავს შეეხო, მის ახლობელს შეეხო, მის იმათი რეაქცია იქნება უფრო მძაფრი. მე ყველას მოუწოდებდა ჩემი პოზიცია, რომ ეს გადავიდეს სამართლებრივ ჩარჩოებში და გამოძიება, როგორც ხვდები, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, იმსჯელოს ამაზე სასამართლო პროკურატურა თუ სხვა სამართალდამცავება, მაგრამ ეს რეაგირება დღეს ექნება იმ ხალხს, ვისაც ეს შეეხო. ამიტომ ვამბობ, რომ უნდა მოხდეს სტაბილიზება სიტუაციის, მე ვფიქრობ, სტაბილიზაცია, ჩაცხრობა და ამის შემდეგ უნდა იყოს ციგუნებაზე გადაწყვეტილების მიღება. როგორც ვიცი, ძველ კადრებზე რაც იყო ადრე იმაზე გამოძიება დასრულდა, დაისაჯა დამნაშავეები, ნაწილი როგორც ვიცი გაქცეულია და ამაზეც უნდა იყოს რეაგირება შესაბამისი. ანუ სინქრონიზაცია ეჭვს არბადებს, რომ ერთობლივად არის დაგეგმილი. არის სხვადასხვა ორგანიზაციები, რომელსაც ფილიალები აქვთ და ერთმანეთთან აქვთ ურთიერთობა, ხო? პოლიტპატიმრები იქნება, არასამთავრობო იქნება თუ სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ერთმანეთთან კავშირს ამყარებენ და არიან, ხო? ხშირად იყო ადრეც, რომ რაღაც ღონისძიებას ერთად არის სამთავრობის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები, იქაც არის ორგანიზებული ბათუმში ტარდება, ქუთაისში თუ თბილისში, ხო? ერთად ხوات არის ნაციონალური მოძრაობა და მისი მომხრეებიც. ასე არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში სავარაუდოდ რომ არის კონტაქტი, არის Facebook-ი, თანამედროვე რეალობაში ყველა გეგმავს და ერთად ახორციელებს რაღაც ღონისძიებას. ბერნარდო, ამას აზიარებს აჭარის მთავრობის წევრები, მათ შორის გააზიარა განათლების მინისტრის მოადგილემ. თქვენ ამას როგორ შეაფასებთ? მის ტირაჟირება რამდენად ნორმალურია თქვენი შეფასებით? მე მინდა თქვა, რომ ამაში პრობლემა ნამდვილად ვერ ვხედა, რომ რატომ არ შეიძლება საჯარო მოხელემ ან მთავრობის წარმომადგენელმა რომელიმე გააშუქოს თუ ტირაჟირება გააზიაროს ეს. რა ვიცი, კანონი არ იცოდეს. ნორმალურად ახლა იმ ადამიანზეც არის დამოკიდებული, იმან მიიღო გულთან ეს ახლოს და ის რაც გავიარეთ და გადავიტანეთ, იმის თქვათ არ დანახვა და ვერ ასე ვთქვათ ჩაყდომა შიგნით შეიძლება ვერ შეძლო. რადგან გალობლიშვილს არ ქონდა პირველზე ხო რეაგირება, მეორეზე სასწრაფოა ეს. საერთოდ კატასტროფაა და ასეთი ფაქტი მე ვფიქრობ არის საერთოდ არ ვიცი ხელისუფლების დანაშაულიც არის კონკრეტული არ ვიცი ციხეში ვინ იყო რა ვიცი ხელმძღვანელობა აბსოლუტურად ყველა არის მე ვფიქრობ ძალიან კაცრად დასაჯელი. ახლა ამას თუ გააჟღერებს ლადო გალობლიშვილს გულთან მიიტანა და ეს მithumetes როცა ჭეიშვილზე იყო საუბარი რამდენიმე დღეს ხო? მაინც გააკეთა. ესე იგი ადამიანურად შინაგანად ეს ვერ დამალა ადამიანმა ეს გზნობები და ეს რაღაცა რეაქცია რაც ამას მოყვა. მე ახლა არ ვარ ხშირი მომხმარებელი და შეიძლება არ გავაზიარო, მაგრამ რაც ვნახე ვერ ვნახე ფიზიკურად. რომ გენახათ გააზიარებდი? არ გავაზიარებდი ახლა მაგრამ ფაქტს, მაგრამ ჩემგან ალბათ არ გამოდის, მაგრამ ახლა ლადოს და ირაკლის რომელიც 2013 წლიდან 2 წლიდან პოლიტიკაში არიან სხვადასხვა თუნდაც ნაცმოძრაობის და იმ რევოლუციის თანამონაწილეები არიან და იცოდნენ და იბრძოდნენ რაღაცისთვის, ხო? და მიიღეს ეს დღეს თურმე რა ყოფილა. ალბათ მათი რეაგირება უფრო მკვეთრია.